ლევან, ძნელია ითქვას, ვის მეტნაკლებად უჭირდა აი ამ წლების და თვეების გამოვლა საკანში, თუმცა ლევანს ყავს შვილები და ეს კიდევ არის დამატებით დამამძიმებელი რაღაცა ფაქტორი, შეიძლება ითქვას ასე. როგორი იყო ეს პროცესი, რომ მოუყვათ მსვენელს და მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან ემოციური იყო გარედან, თუნდაც ჟურნალისტის თვალით. მადლობა, მივესალმები თქვენს მსმენელებს და მაყურებლებს. პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მიულოცო აი ამ ბოროტი ძალისგან განთავისუფლება, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია, სინამდვილეში ნაცისტური მოძრაობა ქვია და ეს დაამტკიცა იმან, რომ ჩვენ დღეს სინდისის პატიმრები, სახელმწიფოს მიერ აღიარებულები თქვენს წინაშე წავსდექით. რაც შეეხება ჩვენი დაპატიმრების მოტივებს და იმ პროცესებს, ეს ჩვეულებრივი პროცესი გახდათ. რეჟიმმა თითქმის ყველა სფერო ჩაიგდო ხელში, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვერ მოერია, ეს იყო ეკლესია, ეს იყო პატრიარქი პირველ რიგში ჩვენი უწმინდესი, რამოდენიმე ისეთი ღირსეული აქტიური სასულიერო პირი, რომლებიც არასდროს არ ჩუმდებოდნენ იმ საკითხებზე, რაზეც დუმილი დაუშვებელი არის, მით უმეტეს ეკლესიის მსახურისგან და მწყემსისგან და იმ რევლისგან, რომელიც აქტიურობდა და აქტიურად ედგა გვერდში ეკლესიას. ეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ მომხდარიყო მორწმუნე საზოგადოების თვლიანად დაშინება და ხალხს ყველაფერზე თვალი დაეხუჭა. გამოსულიყვნენ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები, სხვა ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები, ელანძღათ ჩვენი უწმინდესი, ჩვენი ეკლესია, ჩვენი დედა ღვთისმშობელი და კაციშვილს ხმა არ მოიღო. მაგრამ მინდა თქვა, რომ ეგ სარწმუნოება როგორც ლურსმანი ისეა, რაც უფრო მეტად დაარტყა, უფრო მეტად ღრმად ჩადის და აი ზუსტად ამ პროცესის გამო, რასაც ქვია ეკლესიასთან, აი ესეთი ფარული და უკვე ჩვენი დაჭერის შემდეგ უკვე აშკარა ბრძოლა ზუსტად მანდ წაიტეხა კისერი ნაციონალურმა მოძრაობამ და ზუსტად ის შედეგი მიიღო, რაც მიიღო. მიიღო სინდისის პატიმრები. სახელმწიფოს მიერ აღიარებული. ეს არის სირცხვილი სახელმწიფოსთვის. ჩვენ სულაც არ გვიხარია ის, რომ ჩვენ სახელმწიფოს სინდისის პატიმრები ყავს. ნამდვილად არ გვიხარია, არც არასდროს ჩვენ თუ რამე გაგვიკეთებია, იმის არ გაგვიკეთებია, რომ სტატუსი მოენიჭებინათ ჩვენთვის და რაღაც ჩინმენდლები მოეცათ. მოგეხსენებათ, აქტიურები იმ შემთხვევაში ვიყავით, როდესაც საქმე ეხებოდა ეროვნული ცნობიერების და ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფას. დანარჩენ შემთხვევაში ყოველთვის ვთილობდით, რომ ტელეკამერების წინაშე მაინდა-მაინც არ გვეპოზიორა. სამძიმრებას ძალიან ძნელი და ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის რა. როგორია, როდესაც მშობელი გარეთ დგას, შვილი, რომელიც თიქაროსნად გაზარდა და ამაყობდა ამ შვილით, დაიჭირეს, იმიტომ რომ იყო ქართველი და იყო მართლმადიდებელი და ტელევიზიით, რუსთავი 2-ით და სხვა რეჟიმის სატელიტი ტელეკომპანიებით მიდიოდა რაღაც საშინელი პროპაგანდა, თითქოს ჩვენ ვიყავით მოძალადეები და ვიღაცის ექსტრემისტები, რელიგიური, მართლა ეს ფაშისტები და ექსტრემისტები ჩვენ გვეძახოდნენ ექსტრემისტებს. კაც ტვენში სისხლი ჩაიქცა და გარდაიცვალა რა. ასე რომ იმ სისხლიან რეპრესიებს კიდე ერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლის შემატის ჩვენი დაჭერით და რატის რაც შეეხება თვითონერიდება ეხლა თქმა და ერთ-ერთ სასამართლოზე მოიყვანეს თავზე ქონდა იმხელა კოპია ამოსული რომ შევხედე შემეშინდა ორივე თვალზე სისხლი. ან ფიზიკური ანგარიშწორება რა თქმა უნდა ფიზიკური შუბლზე ქონდა ესე ამოსული რაღაცა ქასავით შუაში და ორივე თვალს ქონდა სისჭაქცევები ესე იგი. და ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ესე ვერაფერი ვერ დადეს. ვერც ერთი მტკიცებულება რომ ჩვენ რაიმე ვინმეს რაიმე ძალადობა, ვინმეს მიმართ რაიმე ძალადობა განახორციელეთ და მოსამართლეს არც კი გაჩენია შეკითხვა, რომ მჟავრდებულს რატო აქვს თვალებში სისჭაქცევები და შუბლზე კოპი და ეს დაკავებისთანავე იყო ეს პრობლემა, როგორც მე მახსოვს საქმის მასალებიდან, რამდენიმე თქვენს თანამებრძოლს ჰქონდა ფიზიკური დაზიანება, თუმცა გამოძიება ამით არ დაინტერესებულა და ითხოვდით კიდეც. რა თქმა უნდა, არ დაინტერესებულა და ეს მერე მოხდა უკვე გდანის ციხეში, როდესაც აპელაციურ ზურგზე დავდივდით, მაშინ იყო იყო ელექტროშოკებით წამების ფაქტები ბიჭების და
ფაქტიურად პატრიარქი რომ არ მოსულიყო ჩვენთან და რომ არ ვენახეთ გლანის ციხეში. არ ვიცი, ალბათ ჩვენ შეიძლება სოცხლები ვერც გამოსულიყავით გარეთ. უწმინდესის მოსვლამ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ აუცილებლად მიუბრუნდებით პატრიარქის თხოვნას თუ მოთხოვნას წმინდა სინოდის რამდენიმე წევრთან ერთად, რომლებიც შუამდგომლობას აყენებდნენ. მე მინდა რომ მადლობა გადაუხადო მის უწმინდესობას. ამ თემაზე ვისაუბროთ, მას შემდეგ რაც მსვენელის შეკითხოს ან მოსაზრებას მოგასაგები. როგორი იყო დამოკიდებულება გისოსებს მიღმა? სხვა პატიმრები როგორ შეხვდნენ თქვენს მდგომარეობას, თქვენს მიზეზს, რის გამოც მოხვდით მათ გვერდით? როგორ აღიქვამდნენ თქვენს, თქვა თქვენ და სახელმწიფოს ურთიერთობას. შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ სახელმწიფო ხელისუფლება უშუალოდ გიმავდა და მის ინტერესებში შედიოდა თქვენი ამბობიდან გამომდინარე და ეს ჩანდა კიდეც გარეთ. მე მინდა ლევან თქვენგან დავიწყოთ. მე მინდა სულ ყველას მადლობა გადაუხადო იმ ხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ვგრძნობდით. რა თქმა უნდა, მოძღვრების მეშვეობით მოდიოდა ეს ინფორმაცია. ნუ ჩვენ როდესაც მე შემდგომში უკვე ზონაში გადაგვიყვანეს, იქ იყო საშუალება ხანდახან რადიოსთვის მოგვესმინა თქვენი გადაცემებისთვის, ობიექტივისთვის, უბრალოდ თქვენს შემადგენლობას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, თითქმის ყველა პატიმრის ნუგეში იყავით და გაფაციცებით გისმენდნენ თელეგრამის განმავლობაში პატიმრები. რაც შეეხება გარეთ ხარდაჭერას, უпроსტოდ შიგნით სისტემაში ხარდაჭერას, ყველა პატიმრისგან სითბოს და სიყვარულს გრძნობდით. არ ქონდა მნიშვნელობა რისთვის იხდიდა ეს ადამიანი სასჯელს. მე მინდა თელ საზოგადოებას უთხრა, რომ გისოსებს მიღმა ძალიან ღირსეული ადამიანები ისხდნენ. ძალიან ღირსეული ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები იყვნენ, მალე მათაც ამინისტია შეეხება, ყველას მინდა მიულოცო ეს ფაქტი და ყველას ველოდებით გარეთ თავისუფლებაზე, პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი თავისუფლების და საკუთარი კეთილდღეობის გამო სხვას ხელი არ დაადეს, ადამიანი არ ჩაუშვეს და 15 და 20 წლიან სასჯელებს იხდიდნენ, არა და შეეძლოთ რომ სხვისთვის ხელი დაედოთ და გარეთ გამოსულიყვნენ. და ეს არ იკადრეს. გარეთ რაც შეეხება, რა ვიცი ხა, მცირე ხნიან მოკლევადიან პაემნებზე, როდესაც მეუღლე უშვებდნენ და მშობლები შემოდიოდნენ, აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ხვდებიან ქუჩაში, უაჩერებენ და გოცნიან და გვეფერებიან. თუმცა შვილების ნახვის საშუალება არ ქონდა. შვილების ნახვის საშუალებას არ მაძლევდნენ კი, იმიტომ რომ ჩვენზე, რა ვიცი, რაღაც წითელი რგოლი ქონდა ჩვენ გვარებს გაკეთებული. იყო რამოდენიმე მცდელობა, თხოვნა ისეთი გვერდიდან ირიბი, რაღაც რომ ბავშვებთან შევეხვედრებინეთ, იმიტომ რომ 4 მცირეწლოვანი შვილი მყავს და სკოლამდელი ასაკების იყვნენ. ერთი მეუღლე ორსულად იყო რომ დამიჭირეს, 3 პატარა ბავშვი ყავდა და ფაქტიურად შვილებს არ ვიცნობდი რა. 3 შვილი გავიცანი გუშინ როცა გამოვედი ციხიდან. ესე იგი, რის თქმა გვინდა რომ ჩვენთვის მართლმადიდებლებისათვის ნებისმიერი ადამიანი არის მოყვასი. ნებისმიერი აღსარებლობის მქონე ადამიანი არის მოყვასი და ჩვენ ვალდებული ვართ რომ იმ ადამიანს დავეხმაროთ, მოვეფეროთ. რა თქმა უნდა, როდესაც სარწმუნოებაზე მიდგება საუბარი, იქ ჭეშმარიტება ერთია და იქ ჩვენ ვაფიქსირებთ იმას, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებლობაა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მეგობრობას, მეზობლობას, თანამშრომლობას, იქ რა თქმა უნდა, ამ კუთხით გარჩევა ყოვლა წარმოუდგენელი და დაუშვებელია. საგანში მყავდა აზერბაიჯანელი ბიჭი, მყავდა სომეხი, რომელმაც საზღვარი გადმოკეთა, ასე ვთქვათ, უკანონოდ და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეხლა მაინდა-მაინც დიდი ყურადღებას ვერ იჩენდნენ მათი ოჯახები, ეთყობა ხელმოკლე ოჯახები იყვნენ და ის თანხა, რაც ჩვენ გვერიცხებოდა დანარჩენ ქართველ მართლმადიდებლებს საკანში, იყოფოდა ზუსტად ერთად და საერთო ქონდა საკვებიც, ჰიგიენის საშუალებებიც და არასდროს არ გვიგზნობინებია მათთვის პირიქით ვეფერებოდით თუ ანუ გეშებდით და ეს ადამიანები ტიროდნენ რომ წამიყვანეს კამერიდან ეტაპში რომ დამიცახეს და ამბობდნენ რაღა გვეშველება ეხლა შენ რომ იყავ ხართო მაინც ჩემსაგანთან მაინც ისეთი დამოკიდებულება არ ქონდათ აი უწმინდესის მოსვლა მიქონია დიდი მოგეხსენებათ ორი შვილის ნათლია არის ჩემი უწმინდესი და პირველი შვილის ნათლია მე უფე დიმიტრი არის და მაინც მოგძალება და ის ქონდათ რა პირადად ჩემს მიმართ თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ხედავ, რომ გვერდზე საკნებში ცივილკივილი არის, ამაზე დიდი
ფსიქოლოგიური სტრესი რა არის და კაციზი ხარ და ხმას ვერ იღებ რა. ვერაფერს ვერ ცვლი. ეს იყო ჩვენი ხმა მინდა გკითხოთ სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ჯგუფის შესახებ სხვა პოლიტპატიმრებს, რომელსაც ვესაუბრეთ აქამდე, რაც მოვასწარეთ, ყველა ჭირდა იმას, რომ მონიტორინგის ჯგუფი არ მუშაობდა იმ რეჟიმში, რაც მას ევალებოდა და ის განცხადებები, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფის ხელში ხდებოდა, პარალელურად მიდიოდა იმ წუთასვე ადმინისტრაციის კაბინეტში. თქვენ თუ გადაგხდენით აი ასეთი რამ თუ იყო გლანის მეროეშიან თუ შეგიძლიათ მოყვეთ რას საქმეა უნდა სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი და როგორ ასრულებდა თავის მოვალეობას იმიტომ რომ მოხსენებები რომლებიც გამოდიოდა ყოველწლიურად იყო კრიტიკული მასთან ახლდა რეკომენდაციებით თუმცა უფლებადამცველებს ჰქონდათ პრეტენზია რომ აქ არ იყო ასახული ის ფაქტები რაც სინამდვილეში ხდებოდა წამება და არა ადამიანური მოყვება ტუღუშის პერიოდს გულისხმობ დიახ რა უნდა ვთქვათ ახლა ტუღუშის მოღვაწეობა ასე ვთქვათ ბჭყალებში და თავისთავად გამოაჩინა იმ კადრებმა რას აკეთებდა ახლა ადამიანები ხოცებოდნენ წამებით კლავდნენ და რაღაცა ხო უნდა დაეწერა და აი თავის მოხსენებებში რაღაცა თავის ეგრეთ წოდებულ დასკვნებში რაღაცა ორ წკარს რაღაცას დაწერდა რომ თუ ვიღაც პატიმრების უფლებები რღვევა მაშინ როდესაც თელმა საქართველოს მიყო იცოდა რომ ჩვენ უდანაშაულოდ აბსოლუტურად უდანაშაულოდ დაგვაკავეს ერთი მისი წარმომადგენელი არ მოსულა არ უკითხავს აი რატო ხარ დაკავებული რა პირიქით განცხადებებს აკეთებდა პარლამენტში რომ ეგენიო კანონიერად არიან დაკავებული ჩვენზე მაგის გამოც დაიმსახურა ალბათ ის შემდგომში საჯელახსოვრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა ბოლოს და მაგით გამოჩნდა რომ ესეც ერთი რეჟიმის პატარა ჭანჭიკი იყო სხვათა შორის ერთი ფაქტი მინდა აღნიშნო აუცილებლად, როდესაც ჩვენ დაგვაკავეს მაშინდელი ელჩი, რომელსაც შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ მწვანეში არქვა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, გამოვიდა და ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმციის თვითონ უნდა თავისუფალი ქვეყნის ელჩი არის, წარმომადგენელი არის და პირიქით თვითონ უნდა იყოს მაგალითი იმისი, რომ ადამიანის სანამ არ დაუმტკიცდება ბრალი, მანამდე მისი უდანაშაულობის პრეზუმცია არ დაირღვას. ჩვენთან მიმართებაში სამწუხაროდ მიბრძანდა ილიას უნივერსიტეტში და იქიდან გააკეთა განცხადება, რომ კაცრად უნდა დაისაჯოსო და ამიტომაც ჩვენ მაქსიმალური სასჯელები მისი, ასე ვთქვათ, ბჭყალებში წყალობით. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც სამაგალითო სადამსჯელო ღონისძიება იყო თქვენი პატიმრობა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვერ ვიტყვი. კონკრეტულად ჯონ ბაზზე ვსაუბრობ. მე არ ვსაუბრობ ამერიკელ ხალხზე და ამერიკის სახელმწიფოს. ის იყო აბსოლუტურად ოდიოზური პიროვნება, რომელმაც ის როლი ითამაშა სამწუხაროდ იმ დროინდელ საქართველოში რაც ითამაშა. გიორგი მაღაძე. ლევან და გიორგი თქვენ მინდა გკითხოთ და მოკლედ მიპასუხოთ იქნება. მაშინ როდესაც მთელი დედაქალაქის ქუჩები ახალგაზრდობით იყო სავსე და ეს იყო ძალიან ფართომასშტაბიანი აქციები. რა ხდებოდა ამ დროს საკნებში? როგორი იყო დამოკიდებულება პატიმრების მიმართ? აი ამ დღეებში. ძალიან შეშფოთებული იყო ადმინისტრაცია. მინდა გითხრათ, როდესაც ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში შემოდიოდა ჩვენ მე-17 დაწესებულებაში მყოფი პოლიტპატიმრები შევთანხმდით, რომ მისი მხარდამჭერი განცხადება გაუკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ აძლევდნენ უფლებას მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არ აძლევდნენ მის მეუღლეს და გავაკეთეთ განცხადება, ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია ჩვენსა და ადმინისტრაციას შორის. ფაქტიურად დარბოდნენ და საკან ეძებდნენ რადიოს და თუ ვინმე უსმენდა ან ობიექტივს ან მაესტრო იყო ჩართული იქ არც მეუბნა ყველაფერი რა ასაცილოები იყვნენ რა აი ბიზნეს შეხვედრები რო იყო ბატონი ბიზნეს შეხვედრები რო იყო რეგიონებში ზუსტად იმ დროს რთავდნენ ხოლმე რადიოს ანუ ინფორმაცია ვაკონს ქონდნენ რადიო გარედან ითიშებოდა ხოლმე და მაგ დროს რთავდნენ რადიოს და არანაირი ინფორმაცია პატიმარს იმ დღეებში არ ქონდა რეალურად, მაგრამ მაინც ვერ დამალეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ იქ პაემნები, აი
მნახველები ტელეფონებს გვითიშავდნენ აქციას. ტელეფონზე ხო საუბარი არა 2 თვის განმავლობაში საერთოდ გამორთული იყო ტელეფონი. როგორია თქვენი დამოკიდებულება არჩევნების შემდეგ მაღალჩინოსანთა დიდი ნაწილი დაიკითხა, ნაწილი უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამიცემული და იხდის სასჯელს, მიმდინარეობს კიდევ გამოძიება სხვადასხვა მუხლებით მათი მისამართით, თუმცა გარკვეულმა ჯგუფმა მათ თუკი თქვენ რელიგიური ექსტრემისტები დაგარქვათ, მათ გმირები უწოდა, ცოტნე დადიანსაც შეადარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე და იქნებ გიორგი ჩამოყალიბო. ეხა ვეცდები რომ ჩამოყალიბო, აი რა უნდა ელაპარაკო ამ ადამიანებს, ეს ადამიანები ის ადამიანები არიან, ვინც ხარს უჭერდა ამ ცოცხების ბოდიში და ფაქტებს, ამ ადამიანის წამებებს, ამ კვლელობებს. ზვიად გულიაძის მამა თურმე ადამიანი არ ყოფილა და ბაჩუ ახალაგიას ოჯახის წევრები და მამა რახანა პარლამენტში არის, მამა არის და ნერვიულობს ეს მიუღებელია, ეს ორმაგი სტანდარტებით მოაზროვნე ადამიანები არიან და ამათგან გასაკვირი არ არის. ჩვენ მაინც ჩვენ გვინდა რომ ყოველთვის საკუთარ თავს ვიჭერდით იმაში, რომ ადამიანის დაპატიმრება არ გაგვხარებოდა. როგორც ქრისტიანმა, თუმცა ყველამ, რა თქმა უნდა, ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ჩვენ როგორც ქრისტიანები ვცდილობთ რომ ამ ადამიანების მიმართ არ გქონდეს აი სიხარული თქოთ და ყველა პატიმარს გადავუსულებ ბიჭებო გამოგდით და ხელოდებით დიდი მადლობა გადავუხადო ლევან ჩაჩუას, გიორგი მაღრაძეს, გიორგი გაბედავას და რატი მაისურაძეს იმისთვის